ჩაირთო. მოგესალმებით. რატომ გვიჭირს არასთქმა, რატომ გვიჭირს სხვების პასუხისმგებლობების მხრებიდან ჩამოხსნა, რატომ გვიჭირს ის, რომ არ ვაკეთოთ სხვების საქმეები, უარი ვთქვათ სხვების გასაკეთებლის კეთებაზე. ამაზე ვისაუბრეთ გუშინ, მე ძალიან მალე გაწყდა 7 წუთში გაწყდა ინტერნეტი და მე მეც აღარ ვიყავი უკვე საუბრის განწყობაზე და აღარ დაუბრუნდი. მაგრამ ეს თემა მინდა რომ მივიყვანოთ ბოლომდე. გუშინ რაც თქვი, მოკლედ მოვყვები, ძალიან მოკლედ გეტყვით, მოკლეშინ არის ვისაც გუშინ არ მოგისმენიათ. ანუ საუბრობდი იმაზე, რომ რაღაცა ჩემთვის რაღაც თემაზე ვმუშაობდი და ბოლოს და ბოლოს როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მივედი ისევ იმ თემამდე, რომელიც ბევრჯერ მქონდა უკვე დამუშავებული, მაგრამ რაღაც სხვა რაკურსით. ანუ არასთქმა რატო გვიჭირს ეს ხა ვინც მეტნაკლებად თქვა პიროვნულს დაშიან, ჩემთან არიან, სხვასთან არიან, რაღაცა კითხულობს, უსმენს და ასე შემდეგ. ყველა მიცით რატო გვიჭირს არასთქმა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დაცულობის ზონა, ეს არის ჩვენი გადარჩენის ზონა. ჩვენმა ასე თქვა წინაპრებმა იზრუნეს ჩვენთვის და ჩაგვიდეს ასე თქვა საგვარეულოს კოდებში, რომ შენ უნდა იყო ყველასთვის კარგი, შენ უნდა იყო მისაღები, შენ უნდა იყო მორჩილი, ასე ვთქვათ, კომფორტული ყველასთვის, რომ შენ იყო მიღებული, არ დარჩე მარტო და გადარჩე, ასე ვთქვათ. ეს არის გამოქვაბულების დროინდელი ჩვენი რეპტილური ტვინის, რა ქვია, ინსტინქტური რაღაცა გადაწყვეტილება, რომ მაშინ მარტო დარჩე და მართლა საშიში იყო. და იგივე მე 17-მე, 18-მე, 16-მე იქით საუკუნეებში ალბათ ქალისთვის ასეთი მდგომარეობა მართლა საშიში იყო და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს მივიღეთ რა თქმა უნდა. ახლა ჩვენ 21 საუკუნის ქალები რაღაც წავედით წინ, მოკლედ ძალიან გავვითარდით. ვცდილობთ ახლა ყველაფერიდან გამოვიდეთ, ხო? იმიტომ რომ სხვებისთვისაც ვიყოთ სასარგებლო, ოღონდ საკუთარი თავი არ დავაზარავოთ ამითი. და ნახეთ აი რაღაცნაირად ამ ჩემ მუშაობაში ამ თემას რომ დამივადექი ისევ თავისთავად წამომივიდა ესეთი და მე რაღაც დილის 5 წუთიანებში წერდი და თავისთავად წამომივიდა ესეთი სულელური კითხვა, სრულიად სულელური, მაშინ რა გავაკეთო? ანუ თუ სხვისთვის არ გავაკეთე, თუ სხვისთვის არ, თუ სხვისთვის, მაშინ რისთვის ვიმუშაო? ანუ რისთვის გავაკეთო ყველაფერი და ანუ მუშაობა მიდიოდა იმაზე რომ საუბარი არის იმაზე რომ შენ უნდა უყვარდე, შენ უნდა მიგიყონ, შენ უნდა მოგცენ შენი ადგილი, არა იმიტომ რომ რაღაცას აკეთებ, არა იმიტომ რომ ამას ამტკიცებ, არა უბრალოდ იმიტომ რომ ხარ. იმიტომ რომ ხარ უკვე რომ დაიბადე და ხარ ადამიანი, უკვე გეკუთვნის სიყვარულიც, ადგილიც, აღიარებაც, მიმღებლობაც და ყველაფერი. ხო და აი აქედან წამოვიდა რომ კი, მაგრამ თუ მაინც ისეთი უნდა მიგიღონ ყველანაირად და ხარ, უბრალოდ შენი მხოლოდ შენი ეს ყოფნა არის ძალიან ესეთი რა ქვია, ყველაზე მთავარი. მაშინ რაღაცა უნდა აკეთო. ხო და რა თქმა უნდა სულელური კითხვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხო ჩემი ცნობიერი კითხვა არ არის, ეს არის ქვეცნობი, ანუ იმდენად ღრმად არის ქვეცნობიერში ეს ჩადებული, რომ ვიღაც სხვისთვის უნდა ვაკეთო ძალიან ბევრი რამ, ყველაფერი ფაქტობრივად. რომ აი ამდენი მუშაობის მერეც კი ეს თავისთავად ამოვიდა ესეთი კითხვა. სანამ გავაგზავნებ, მინდა გითხრათ გუშინაც უთხარი გოგოებს აქ ვარსკვლავები, ეს Facebook-ით თვითონ წერს რომ ვარსკვლავი გამომიგზავნეთ თუ რაღაცაო და მარცხენა ქვედა კუთხეში ეკრანის ხატია ვარსკვლავი იმას რომ დააჭერთ, იქიდან შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, მადლობელი ვქნები, რა თქმა უნდა, დიდი დახმარებაა ჩემთვის, იმიტომ რომ Facebook-ი ამის მიხედვით თulis რომ ანუ ეს ამ ადამიანის კონტენტი აინტერესებს ხალხს, შიგთავსი და შესაბამისად უფრო მეტ ადამიანს აჩვენებს სავარაუდოდ მომავალში და აღარ ანუ ეს უყვარს ხოლმე დაბლოკვა და რო არ გაჩვენებს და ვერ ხედავენ და რაღაცა და აი ამაში გეხმარება ეს და შესაბამისად მადლობელი ვიქნები რასაკვირველია თითოეული ვარსკვლავისთვის. გავაგზავნოთ ახლა. ეს არის ძალიან ღრმა თემა, ეს არის საბაზისო თემა ფაქტობრივად ჩვენი და ძალიან გვეხმარება ამაში რასაკვირველია საგვარეულოზე მუშაობა თავისთავად ხატი ერთნიშნულოვნად. მაგრამ აი სადღაც ესე მაინც იმასიზავს ხოლმე, გამოყოფს ხოლმე კუც თუ თავს თუ რაც ქვია, რომ იცი რა, აი რა თქმა უნდა ყველას გვიხარია ჩვენ რომ სიკეთეც გავაკეთოთ, სხვებსაც დავეხმაროთ, ჩვენ შვილებს ხარში დაუდგეთ, ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, მეც ძალიან მიყვარს საჩუქრების კეთება ჩემომსმენელებმაც იციან ამის შესახებ. მაგრამ აქ ლაპარაკია ზომიერების დაცვაზე, იმის დაცვაზე, რომ შენი ინტერესე ჯერ შენ იყავი კარგად და ამ შენი რო გაივსები, შენი კარგად ყოფნი, თუ რო კარგად დაეხმარები სხვებს და არა შენ იყავი დაცლილი იმითი, რომ სულ სხვებს ეხმარები, სულ სხვებისთვის აკეთებ, შენთვის არაფერი არ რჩება, არც დრო, არც ენერგია, არც ფული, მერე იცლები და ამ დაცლილმა ვიღაც რა უნდა გაუკეთო, მერე ხდები ავად, ხდები მოსავლელი, მერე მადლობლები არ არიან ვიღაცები და ამაზე გწყდება გული. სცენარი ესეთია. ხო და საუბარი ამაზე ზუსტად და ეხა მივხვდი ანუ რეალურად როცა ამაზე ერთი
ეს იყო rilsi იყო მოკლედ ფირი უმადურობაზე რა ვიცი დავჯექთ ჩავწერეთ ჩვეულებრივი ფირი იყო რა არ ვიცი რატო გავარდა ესე ბოლოს უნდა 3 მილიონი ნახვა ქონდა და იქ იყო კომენტარი ხო კომენტარებს არ ვკითხულობდი რასაკვირველია იმასაც ამაკითხებდა იმდეს მაგრამ ერთი მომხვდა თვალში ერთი ორი რა აი ქალები ძალიან გაბრაზებულები რო წერდნენ ნუ აბა ჩვენ შვილებს არაფერი არ გავ ჩვენ იმისთვის წოცხლობთ რომ ჩვენ შვილებს რაღაცა გავკვდა კი გამიკვირდა მაშინ კაცო გინდა და გავუკეთე რას მე რას მიბრაზდები ხო მე რას მიჩხუბები რაც გინდა ისქენი რა თუ გინდა თელ სამყაროს მომსახურებ თუ კი მაგდენი შეგიძლია რა პრობლემაა ხო და ეხა მივხვდი იმიტომ რომ ანუ ეს რატო უჭირთ ადამიანებს ამ თემასთან აი რატო აქვთ ესეთი დამოკიდებულება რომ არა მე არ შემიძლია რომ ჩამოვიხსნა ეს სხვების პირთი რომ არ ვაკეთო სხვების გასაკეთებელი რომ თქვა უარი იმაზე რის კეთებაც არ შემიძლია იმიტომ რომ მათ იმას ეხება არსებობის ბაზის ეხება საბაზისო მდგომარეობას ეხება რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ ქვეცნობიერად რა თქმა უნდა ამაზე არ ფიქრობენ ქვეცნობიერად არის ის რომ მაშინ რა აზრი აქვს ანუ მაშინ რისთვის უნდა ვიყო საერთოდ იმდენად არ გვინდა საკუთარი იმდენად არ ვიცით რა გვინდა საკუთარი თავისთვის და იმდენად არაფერი არ გვინდა საკუთარი თავისთვის უმეტეს შემთხვევაში რომ აი ეს მოდის რომ თუ მე სხვებისთვის არ ვარ საჭირო თუ ამ რომ ყოველთვის საჭირო ჩვენი ოჯახის წევრების ყოველთვის საჭირო ვართ იმიტომ რომ უყვარვართ ჩვენი შვილების მაგრამ აი სულა დედებს განსაკუთრებით სულ გვაქვს ეს მომენტი მე ძალიან ბევრი მიმუშავე ამაზე რომ მე ვარ მნიშვნელოვანი ჩემი კი მინდა რომ ჩემი შვილები წარმატებულები იყვნენ მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში მირჩევნია რომ მე მათთვის საჭირო ვიყო ანუ თუ ისინი იქნებიან წარმატებული მე შეიძლება აღარ ვიყო მათთვის საჭირო აღარ ვიყო მათთვის მნიშვნელოვანი და შესაბამისად ანუ სიყვარული გვაქვს მიბმული ფულთან რა ფულთან და ფიზიკურ დახმარება ან ფულის დახმარებასთან ან ფიზიკურ დახმარებასთან ან თავგანწირვასთან ან თავის შეკვласთან ან რაღაცასთან მგონია რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ვუყვარვარ და ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა სიყვარული არ უდრის იმას რასაც ჩვენ უკეთებთ ამ ადამიანებს აი ეს უნდა ჩავწეროთ რომ არა სიყვარული პატივისცემა მიმღებლობა არ უდრის იმ შრომას, იმ ფულს, იმ ენერგიას, რასაც შენ ვიღაც სხვისთვის გასცემ. სიყვარული უდრის იმას, რომ შენ ხარ მათი დედა, ცოლი, და, შვილი, მეგობარი, ნათესავი, მსმენელი, მკითხველი, ამიტომ უყვარ ხარ. უკვე ამ მოცემულობით უყვარ ხარ. და აი ზუსტად და ახლა მივედი იქამდე რის გუშინ დავიწყე ამაზე საუბარი ხო კაი თქვენც მიხვდით რომ გაქვთ ეს შეგრძნება რომ ხო აბა მაშინ რისთვის გავაკეთო ეს ყველაფერი ხო აი აქ მოდის მეორე მნიშვნელოვანი თემა ძალიან ჩვენი მისია და ჩვენი საყვარელი საქმე რისთვის უნდა ვაკეთოთ და იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მისია დედამიწაზე ბავშვებიც გავზარდეთ ოჯახებით ფეხზე დავყენთ ჩემთან უმრავლესობა მაინც ესეთი ასაკის ქალები არიან რომელსაც ეს ყველაფერი გავლილი აქვთ უკვე და დადგა დრო აი რაღაც გარკვეული ასაკის მერე 42 წლის მერე და 62 წლამდე დაახლოებით გვაქვს ეგ პერიოდი მოცემული როცა ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ ჩვენი მისია ჩვენ რისთვის მოვედით ამ დედამიწაზე ჩვენ აუცილებლად გვაქვს ჩვენი ნიჭები აუცილებლად გვაქვს ნიჭების მთელი კომპლექტი აუცილებლად გვაქვს საკმარისი ენერგია რომ ის ვაკეთოთ რისთვისაც აქ მოვედით მაგრამ ზუსტად იმიტომ არ ვხედავთ ჩვენ ნიჭებს არ ვაკეთებთ საყვარელ საქმეს არ ვყიდით არ ვლაპარაკობთ არ გამოვდივართ არ ვაცნობთ საკუთარ თავს სამყაროს არ ვიღებთ ხმას ზუსტად იმიტომ რომ აი ამ წინააღმდეგობაში მოვდივართ მე არა მე მირჩევნია სხვებისთვის ვიყო ანუ აი ამას ვერ ტოლობის ნიშანს ვერ ვსვავთ აქ რომ ჩემი მისია ჩემი საქმე უდრის ჩემი აქ ყოფნის და არსებობის არსს და აზრს საერთოდ და ამას რომ დასვავ ხო მე უკვე ხვდები რომ ხო ანუ საყვარელი საქმე არის ის რისთვისაც ჩვენ ქალებს რო ზოგი პატარაობიდანვე საყვარელ საქმეს აკეთებს თავის მისიას ასრულებს ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს მაგრამ უმრავლესობას მით უმეტეს ახლა საქართველოში და ცოტა აზიურ ქვეყნებში უმრავლესობისთვის ეს დრო დგება უფრო ხო ჩვენ ხო ევროპა ვართ ბოდიში ხარ მეჩხუბოს მაგის გამო ეს დრო დგება უფრო მაშინ როდესაც შვილები გაიზრდებიან და ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ კი ვინც ორივეს ახერხებს ძალიან კარგია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც ჩვენი ენერგია ყველაფერს არ ყოფნის ჩვენ გვინდა რომ ჩვენ შვილებთანაც ვიყოთ მათაც დავეხმაროთ და ასე შემდეგ აი ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა ხა მზე მომადგა და ძალიან დამცხა მიუხედავად იმისა რომ ქურთუკი გავიხადე ძალიან ცხელა ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა არას თქმაზეც აი მკითხავთ რა გავაკეთოთ ხო ისევ და ისევ საგვარეულო არას თქმა არის მისია არის შენი დანიშნულება არის თუ შენი საკუთარი
მაუწყებლობა, ხო. მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა, ყველაფერს აქვს თავისი გამოსავალი, მე არასოდეს ელაპარაკობს რაღაცებზე, რასაც არ არის გამოსავალი. აუცილებლად არის და ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა. პიროვნულის და არ არის წერტილი, აი აქამდე მივედა დავამთავრე პიროვნულის და არის გზა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება და მე ამას ვაგრძელებ ჩემს მსმენელებთან და მკითხველებთან ერთად, ვისაც ეს ძალიან მოწონთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ, თუ იმას აი შეკითხვები გაქვთ, დამიწერეთ, აუცილებლად გიპასუხებთ და აი ეს ახალი წლები, ახალი სიცოცხლეა, ახალი დასაწყისია, რაღაცა ცვლილებებია და გამოიყენეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ უფრო ბედნიერად. ჩვენ აქ ზედამიწაზე მოვედით, იმიტომ რომ ვიცხოვროთ ბედნიერად. ჩვენ აქ ბედნიერებისთვის ვართ დაბადებულები. გისურვებთ ბედნიერებას თქვენს და თქვენი ოჯახის წევრებსაც, ჰარმონიას, ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, სიუხვეს, ბარაქას და ყველაფერს საუკეთესოს. მიყვარხართ? აბა, მომავალ შეხვედრამდე. კიდე გაჭედა თუ რა დაემართ.